მოგესალმებით. ეთერშია BMG ავტოშოუ ნიკა შელიასთან და გიორგი დანელიასთან ერთად. დღეს გადაცემაში იხილავთ. საქართველოში და მსოფლიოში მიმდინარე სიახლეები. რა სურპრიზს უნდა ველოდოთ ავტომწარმოებლებისგან და ვის აქვს პრობლემები? მე და გიორგიმ გადავწყვიტეთ ვისაუბროთ ქართულად. ხელოსათა რომ მივიდეთ და ვაგთხრათ მაგალითად ბუნიკი შეცვალებინდა და შეიძლება რაღაც თავში გვესროლოს. ასევე შევადგინეთ ყველაზე მახინჯი ავტომობილების ტოპ 10. აუ მე მე-10 ადგილზე ისეთი ავტომობილი მყავს, რაც ეხლა. ცოტა ისეთი სადგმელია. ეს ავტომობილი არის აი სელფებს რო იღებენ და ტუჩებს რო პროწავენ. აი პირველი შთაბეჭდილება არის ეგ. Top Speed-თან ერთად ვისაუბრებთ კარტინგის აღჭურვილობაზე. რა არის საჭირო იმისთვის, რომ ვისიამოვნოთ მაქსიმალურად უსაფრთხოდ? მესამე პირის სავალდებულო დაზღვევა. თემაზე შალვა ოგბაიძე მოგვიყვება მეც. ჩვენ ხშირად ვართ შემსწრენი შემთხვევის, როდესაც დაუზღვეველ ახალ გამოყვანილ ავტომობილს, თქვათ, ამ თუნდაც დაზღვეულ, ცენტრში დაზღვეულ ახალ ავტომობილს შემთხვევით ძველი დაუზღვეველი ავტომობილი გაუშვამს და რაღაცას დაუზიანებს. ეს კაცი ფინანსურად დაიქცევა, ვინც დააზიანა შემთხვევით ეს ავტომობილი. დღეში ერთი ლარიც კი არ გამოდის სადაზღვეოთ. სტუმრად გვეყოლება გიორგი ხმალაძე, 18 წლის ლიცენზირებული ავტომრბოლელი, რომელიც პირველ ნაბიჯებს გამს დიდ ავტოსპორტში. საერთოდ არ ველოდებოდი, რომ 20-25 წელს 12 წელსაც დავიწყე, 18-ის გავხდი და არ ველოდებოდი, რომ დიდ ტრეკზე ასე ვთქვათ, შეჯიბრებს ვივლიდი. მოდი მიმოვიხილოთ საქართველოში და მსოფლიოში მიმდინარე სიახლეები. დაიწყო კარტინგის ჩემპიონატი საქართველოში. სასწაულად დადიან ახალი თაობა, ძალიან ბევრი უცნობი სახეა და ჩვენს დავესწარით და ძალიან სანახაობრივი იყო. ძალიან მომეწონა, ასე ვთქვათ, თვითონ ის ფაქტი, რომ დავიწყეთ, ასე ვთქვათ. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა უნდა გადაუხადოთ ამისთვის ფედერაციას, რომ დაიწყო. ძალიან ბევრი ახალი სახე ვნახეთ და აი ბავშვებიც უკვე იმდენად აი რაღაცნაირად საოცრად არიან ჩართულები, ემზადებიან. ყველაფერი იყო გაწერილი იდეალურად. ზუსტად ყველაფერი. ეგეთი მომზადება, თვითონ აი ღონისძიების მომზადებაც, რომ აი მიყვებოდნენ გეგმას, ყველა ჩაცმული, გამზადებული ეკიპირებებით, აი ჩვენ დროს ჩვენ როცა დავდიოდით, შეჯიბრს არ ხდებოდა ეგეთი რაღაცა. კი და მთავარი კიდე აი დისციპლინა. აი თუ აკვირდებოდი, როგორი დისციპლინირებულები იყვნენ რა. ანუ ზუსტად იცოდნენ, როდის უნდა ჩასულიყვნენ ქვემოთ, რა უნდა გაეკეთებინათ და ეგ არის ძალიან მაგარი, როცა მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთან ეს სპორტი ვითარდება რა. მით უმეტეს ნუ ქართველებს სისხლში გვაქვს ეს ავტომობილის სიყვარული და გვიყვარს, ასე ვთქვათ რა. ძალიან ბევრი ავტომობილი. ძალიან კარგი თაობა იზრდება. კი. მოდი შემდეგ სიახლესაც რო შევეხოთ, Koenigsegg-მა კიდე ერთი რეკორდი მოხსნა. ეს არის ავტომობილი Jesko სპორტკარი. კაი სახელი აქვს. კაი სახელი აქვს, რომელსაც შეუძლია 521 კმ/სთ-ის განვითარება. და სად უნდა იაროს, აი მაინტერესებს. არ ვიცი, მაგრამ ნახე, ამდენი ცხენის ძალა აქვს ზოგ მანქანას, ეს არ ვითარებს. მაგრამ ერთი ფაქტი უნდა აღინიშნოს, რომ ეს სიჩქარე გამოიყვანეს სიმულაციურად, ანუ ვირტუალურად. არ განუვითარებია ეს სიჩქარე, მაგრამ ჩემ მანქანაზეც რო დავათვლევინე ChatGPT-ს, სადღაც 280-მდე უნდა იაროს. ცოტა რთული არის ჩემი და შენი მანქანით მაგ სიჩქარით წასვლა. კი. სულუქი არის. მაგრამ Koenigsegg-იც სულუქი არ იქნება ძიმე. მით უმეტეს ისეთ მანქანებს აკეთებენ, არ ვიცი. ზოგადად მსგავსი ავტომობილები ყველა მსუბუქია, ყველა არის გაკეთებული ისეთი მატერიალებისგან, რომ მაქსიმალურად ყველა ფრიდან წონა არის ამოღებული. კარბონის დეტალებით და ასე შემდეგ რა. ძალიან ისეთი კარგი ისტორია აქვს თვითონ დამფუძნებელსაც და მეპატრონესაც. მიატადან გახსოვს. კი და აი წარმოიდგინე, მიატა იყო მისი ინსპირაცია, ანუ MX-5-ზე მაქვს საუბარი, Mazda MX-5-ზე, იგივე მიატაზე. ეს არის ცნობილი. ხო, თავის პირველი მანქანა. კი, დაიბრუნა შემდეგ, გქონდა ჩვენ ეს პირველ სეზონში გადაღებული ხოსმიატა და დაიბრუნა შემდეგ. ყველა თაობის მიატა გადავიდა. ერთ-ერთ ციტატასაც გავიხსენებ, ანუ იძახის, რომ მთავარი არ არის ცხენის ძალებიო. მთავარი არის მართვა და რა ემოციებს განიჭებს ეს ავტომობილი. ხო, ეხლა ერთ ვიტყვი რა, მე მგონი იმიტომ თქვა ეგ, რომ გახსოვს 3 ცილინდრიანი ავტომობილი რო გამოუშვეს ტრაქტორის ხმით. იმ ფაქტში, რომ ანუ მთავარი არ არის, ასე ვთქვათ, ცხენის ძალები, მთავარი არის ავტომობილი როგორ იმართება და რა ემოციას განიჭებს. ეგ არის ნამდვილად მთავარი. აი, გადავიდეთ შემდეგზე GTA 6.
ძალიან ბევრი, აი მთელი საქართველო ილოდება, მე მგონი და მთელი სოფლიო ილოდება. დავვერდით. ნუ ეხლა ჩვენი ავტომოყვარულების მხრიდან კარგი იმიტომ რომ ყველა ავტომობილზე შეიძლება აჯდე რაღაც გაიქცე, პოლიციას გაიქცე. იმას რასაც ქალაქში ვერ გააკეთე, ყველაფერი გააკეთო იქ რა. ხო და 2026 წლის 26 მაისს კიდე გადადეს, მაგრამ იმდენად ისეთი რეალისტური ტრეილერი დადეს, ზოგადად ან GTA იღებს ხოლმე თვითონ თამაშიდან ამ კლიპებს რა. ეს ცალკე არ აკეთებენ, როგორც სხვა თამაშები არის, რომ იმ პრომო შექმნიან და ნახავ რაღაცას სწავლია და თამაში არაფერი განსაკუთრებული რა. ხო და აქ თვითონ მითიდან რომ იღებენ თამაშიდან უკვე შთაბეჭდილებას გიქმნის როგორი იქნება გეიმპლეი რა და აი ძალიან მაგარია. ძალიან ველოდებით სულ ყველა. სიმართლე გითხრა, აი ბოლო პერიოდი არის, აი აღარ ვთამაშობ საერთოდ მსგავს რაღაცეებს რა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ GTA რო გამოვა, აუცილებლად შემიყოლიებს ალბათ. მინიმუმ 1-3 თვე მაინც შემიყოლიებს და მე ეს მომბეზრდეს. 2 მილიარდამდე დაჭდა. აი ყველანაირი რეკორდი მოხსნეს ალბათ. აი წარმოიდგინე. და სტრუქტურულადაც ისე არის აწყობილი, რომ აი ყველაფერი არის რეალისტური მაქსიმალურად. ეხლა ჩვენ ხო იცი რას ვაკეთებთ ხოლმე რა 5 რო გამოვიდა მაშინ გამოვიდა ასევე ცალკე მოდები რეალური მანქანების რა და ყველა იმას ყრიდა და რეალური მანქანები დადიოდნენ რა ხო და ძალიან ისეთი მოთხოვნა იყო ხოლმე Rockstar-ის მიმართ რომ რატო არ აკეთებთ ამ რეალისტურ მანქანებს რომ რეალური მიმსგავსებული არის ხოლმე რა მიმსგავსებული არის მე რაღაცა განცხადებასავით იყო ესეთი რომ ანუ კარიკატურული თამაშია რა ან პაროდიული თამაშია და მაგიტო ან მანქანებიც მსგავსია რაღაც ქუჩების და ქალაქების მსგავსია რა. ხო და იმედია მე გამოვა იქ პაკიც და ვისიამოვნოთ მე ყველა ერთად. კი ბატონო. კარგი, მოდი რო არ გავწელოთ ეს ყველაფერი, ვნახოთ მიმდინარე ავტოსიახლეები და დაგიბრუნდებით ისევ ცოტა ხანში. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საგარეჯო ბადიაურის 17 კილომეტრიანი ჩხაროსნული გზის მშენებლობა, რომელიც კახეთის მაგისტრალის ნაწილია, აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში 4-ზოლიანი 17 კილომეტრიანი ჩხაროსნული გზა აშენდება. პროექტი მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხისა და სახელმწიფო დაფინანსებით მიმდინარეობს. ღირებულება 276.7 მილიონ ლარს აღწევს. ხელშეკრულების თანახმად სამუშაოები 2025 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. კახეთის მაგისტრალის მშენებლობის დასრულების შემდეგ თბილისიდან თელავამდე მგზავრობა მხოლოდ 1 საათსა და 20 წუთში იქნება შესაძლებელი. გახდიმბრბოლელი არის საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის პროექტი, რომელშიც ყოველწლიურად 14-დან 17 წლის ჩათვლით ბავშვებს შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა. შესარჩევ ციკლში, მათგან 10 საუკეთესო ფედერაციის სრული დაფინანსებით, მთელი სეზონის განმავლობაში კარტინგებში საქართველოს ჩემპიონატში იასპარეზებს. უკვე მეორე წელია ეს პროექტი ფუნქციონირებს. ლევანდელი სეზონის პირველი ეტაპის სამეული ასე გამოიყურება: სანდრო ნებიერიძე, ილია ბერიძე და სანდრო ბენაშვილი. ლევანდელი საქართველოს ჩემპიონატი 6 ვიკენდისგან შედგება, თითო ვიკენდზე 2 ბოლა ეკნებათ მრბოლებს, ან ჯამში 12 ბოლა მოუწევთ. ახალგაზრდები არის მთავარი მიმართულება საავტომობილო სპორტის ფედერაციის და ამიტომაც იყო პროექტი გახდიმბრბოლელი. გაიარეს ტესტირება, სპეციალური ტესტები ბავშვებმა და საუკეთესოები სწორედ აქ არიან დღესირბოლებენ. ვისაც რბოლა გინდათ საავტომობილო სპორტის ფედერაციის კარები თქვენთვისაც ღია. მომავალ წელსაც სწორად უკვე წლის ბოლოდან იქნება განაცხადები, მომავალ წელსაც იქნება პროექტი გახდიმბრბოლელი, სადაც 14-დან 17 წლის ჩათვლით ასაკის ბავშვებს გავტესტავთ კიდევ ერთხელ. GTA 6-ის მე-6 ნაწილს 2026 წლის 26 მაისს ვიხილავთ. მანამდე კი Rockstar-მა კიდევ ერთი ტრეილერი გამოუშვა, რომელსაც უკვე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბევრი შეფასებით ვიდეო თამაშის ახალ ეპიზოდში მანქანები იმაზე მიმზიდველია, ვიდრე ლეგენდარული GTA-ს სხვა ნებისმიერ ნაწილში. პირველი მანქანა, რომელსაც ვხედავთ როგორც ჩანს თამაშის ერთ-ერთი გმირისაა, ეს უცნობი სახელის მქონე ვაპიდია, რომელიც რეალური Ford Ranchero-ს მიხედვით არის მოდელირებული. იმავე სცენაში კიდევ ერთი ვაპიდი შემოდის, თანამედროვე პიკაპი. კაპოტის სტიკერზე წარწერა კარაკარას ვხედავთ, რომელიც მტაცებელ ფრინველს ნიშნავს. აქედან უკვე Jason's Vice City-სკენ მივყვებით, სადაც უფრო მეტი პიკაპი გვხვდება. ეს ყველაფერი არაა. GTA-ს მე-6 ნაწილის ახალი ტრეილერი ბევრი სხვა ეგზოტიკური და სპორტული ავტომობილითაა დატვირთული. მათ შორისაა Bravado Banshee, Pfister Comet და გაუნჯობესებული ჩაფტერი, რომელიც რეალურად Viper 911 და S-კლასია. Koenigsegg Jescom კიდევ ერთი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
ის პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ავტომობილია. 1600 ცხენის ძალის მქონე ვერვა ძრავისა და 9 სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფის საშუალებით. ეს მოდელი თეორიულად ყველაზე სწრაფი სერიული წარმოების ავტომობილის ტიტულს ფლობს. მისი მაქსიმალური სიჩქარე კვლავ არ შეუმოწმებიათ, თუმცა კომპიუტერული სიმულატორების გამოთვლებით ამ ავტომობილს 531 კმ/სთ-ის განვითარება შეეძლება, ხოლო 0-დან 100 კმ/სთ-მდე 2.6 წამში ჩქარდება. იგი ჩვეულებრივ საწვავზე 1280 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ხოლო ეთანოლზე 1600 ცხენის ძალას. მან ასევე მეოთხედ მილზე 8.88 წამიანი შედეგი დააფიქსირა, რაც მას ამ მანძილზე ბენზინის ძრავაზე მომუშავე ყველაზე სწრაფ სერიულ ავტომობილად აქცევს. აქვე გეტყვით, რომ 2024 წლის ივნისში ჯესკო აბსოლუტმა 0-დან 400 კმ/სთ-მდე აჩქარების რეკორდიც მოხსნა, რაც 27.93 წამს შეადგენდა. iPhone-ის მწარმოებელი Mitsubishi-ის ელექტროავტომობილებზე იმუშავებს. iPhone-ების მწარმოებელმა კომპანია Foxconn-მა იაპონური ავტომწარმოებელი Mitsubishi Motors-ისთვის ელექტროავტომობილების შექმნის გეგმა დააანონსა. შეთანხმების ფარგლებში კომპანია ავტომობილებზე ტაივანში მდებარე Mitsubishi-ის ქარხანაში იმუშავებს. ეს ხელშეკრულება ელექტროავტომობილების ინდუსტრიაში Foxconn-ისთვის პირველი მსხვილი კონტრაქტია. კომპანიების საერთო განცხადებით ახალი მოდელი ხელმისაწვდომი მომდევნო წელს იქნება. მათივე ინფორმაციით ავტომობილებზე Foxtron იმუშავებს Foxconn-ისა და ტაივანური ავტომწარმოებლის Yulon Motors საერთო კომპანია. წლებია მსოფლიო მფრინავი ავტომობილებისა და მათ შორის მფრინავი ტაქსების გამოჩენას ელოდება. თუმცა სანამ ტაქსები გამოჩნდებოდნენ, ერთ-ერთმა ევროპელმა ანტრეპრენერმა მფრინავი მოტოციკლი წარადგინა, რომელიც საცობებში გადაადგილების ყველაზე სწრაფი საშუალება გახდება. Volonnaut Airbike-ის იდეა პოლონელ ტომაშ პატანის ეკუთვნის. მფრინავი მოტოციკლის ავტორის განცხადებით იგი 200 კმ/სთ-ს ანვითარებს, ხოლო კომპიუტერის საშუალებით გაუმჯობესებული სტაბილიზაციის სისტემა ძღოლისთვის მართვას ამარტივებს. კომპანიის ვებგვერდის თანახმად მოტოციკლის წონის შესამცირებლად კარბონი და 3D პრინტერზე დაბეჭდილი ნაწილებია გამოყენებული. მოტოციკლის საშუალოდ შეიძლება დაახლოებით 272 კილოგრამს იწონიდეს, ხოლო Airbike-ის წონა კი 39 კილოგრამია, თუმცა მძღოლთან ერთად ეს მაჩვენებელი შესაძლოა გასამაგდეს. ამ ეტაპზე უცნობია, როდის შეეშვება Airbike-ი გაყიდვაში, ან რა იქნება მისი ღირებულება. გერმანული ავტომწარმოებლის ყველაზე გაყიდვადი მოდელის Audi Q5-ის 1000-ით ერთეულს უკან გაწვევის უახლესი ტალღა ემუქრება. კომპანიის განცხადებით, მომხმარებლები გაფრთხილებას 8 ივლისიდან მიიღებენ, რის შემდეგაც მათ მოუწევთ თავიანთი ავტომობილები უახლოეს სადილეროებში შესამოწმებლად მიიყვანონ, საჭიროების შემთხვევაში კი შესაკეთებლადაც დატოვონ. Audi-s ავტომობილები აალების რისკის ქვეშაა, რადგან ცილინდრის თავის საფარის ზოგიერთი ხრახნი არათანაბრადაა დამაგრებული. დროთა განმავლობაში ისინი შეიძლება მოეშვას და ზეთის გაჟონვის მიზეზად იქცეს. თუ გაჟონილი ზეთი ძრავის ცხელ ნაწილებს შეეხება, ამან უკვე შესაძლოა მანქანის აალებაც გამოიწვიოს. ავტომწარმოებლის გაფრთხილებით ძრავის განყოფილებაში კვამლის შემჩნევის შემთხვევაში Q5-ის მფლობელებმა თავიანთი ავტომობილის მართვა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ. ასევე საშიშ სიგნალად ითვლება ძრავიდან გამოსული უჩვეულო სუნი, რომელიც მანქანის პრობლემაზე შეიძლება მიუთითებდეს. უკან გაწვევა სულ 89417 ერთეულ Q5-ს მოიცავს. მათ შორის 80,000-მდე ეგზემპლარი 2022-2024 წლებშია წარმოებული. დილერებს ცილინდრის თავის საფარის ხრახნების შემოწმება ევალებათ და იმ შემთხვევაში თუ რომელიმე ხრახნი მოშვებულია, მათი გამოცვლაც მოუწევთ. ამერიკული Tesla Cybertruck-ი გაშვების დღიდან ყველაზე არატრადიციული პიკაპის ტიტულს ინარჩუნებს, თუმცა ჩინური GESM მზადაა ახალი მოდელი წარადგინოს, რომელიც კომპანიის გათვლებით Cybertruck-ს სერიოზულ კონკურენციას გაუწევს, როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით. პიკაპ 01-ის სახელით ცნობილი ელექტროპიკაპი შანხაის ავტოშოუზე კონცეპტუალურად იქნა წარდგენილი. თუმცა ჩინური ავტომწარმოებლის განცხადებით, ახლა ის არა მხოლოდ წარმოებაში ჩაეშვება, არამედ გლობალურადაც გაიყიდება. კომპანიამ ნათლად განაცხადა, რომ პიკაპ 01 მხოლოდ ჩინეთის ბაზრით არ შემოიფარგლება. როგორც ავტოჰომი იტყობინება, ახალი მოდელი ავსტრალიაში, საუდის არაბეთში, ჩილეში, მექსიკასა და სხვა ქვეყნებშიც გავა.
Red Bull-ის პირველ პილოტს Max Verstappen-ს რომ რბოლა და გამარჯვებები ძალიან უყვარს, ეს საიდუმლოს არავისთვის არ წარმოადგენს. Რა თქმა უნდა, არც ჰოლანდიელის სიმულაციური რბოლებით გატაცებაა ჩვენთვის უცნობი. Formula 1-ის შესვენებების დროს კი მოქმედი ჩემპიონი როგორც ჩანს, რეალურ ცხოვრებაში GT3-ის რბოლებით ერთობა. თუმცა ეს ერთი ჩვეულებრივი GT3-ის რბოლა არ ყოფილა, რადგან Max-მა გასულ შაბათ-კვირას ნიურბურგრინგზე Ferrari 296 GT3 გამოსცადა და თანაც ეს ფსევდონიმით გააკეთა. გერმანიის მწვანე ჯოჯოხეთში რბოლისას Max-ის ფსევდონიმი Franz Hermann იყო. მიუხედავად ამისა, მანქანა სრულად Max-ის სახელობის სარბოლო გუნდის დიზაინით იყო წარმოდგენილი და შესაბამისად შეუმჩნეველიც არავის დარჩენია. ბევრის აზრით, ეს ტესტირება შესაძლოა ნიშნავდეს, რომ 27 წლის მრბოლელი მომავალში ნიურბურგრინგის 24 საათიან რბოლაში მონაწილეობას ფიქრობს. ან შესაძლოა მხოლოდ შაბათ-კვირის გასართობი იყო. ამას დრო აჩვენებს. ძალიან ბევრ კომენტარს გადავაწყდი ჩვენი ტაიპარის ვიდეოზე, რომ მეუბნებენ ძალიან მოკლე არისო. რატო არის მოკლე? მოდი ჯერ შენ თქვი და მე მეც ვიტყვი. მოკლედ, ვიდეოში იმდენი ბარბარიზმი მქონდა. აი, ძალიან ბევრი. რო დავჯექით, მე და გიორგიმ რო უყურეთ, მე თქმა უნდა ამოვიდოთ. აი, ჩვენი თავის შეგრცხვა რა, პირდაპირ რო ვთქვა. კი, იმიტომ რომ ანუ ჩვენი ენა ქართული არის საკმაოდ მრავალფეროვანი და გვაქვს იმის საშუალება და ფუფუნება, რომ ყველაფერს დაუძახოთ ქართული სახელი. ანუ თავიდან რო უყურეთ, რამოდენიმეჯერ უყურეთ ამ ვიდეოს, იმიტომ რომ გადაღების პროცესში ვერ უყურებ რა, ფაქტიურად რას იღებ და როგორ იღებ, იმიტომ რომ პატარა ეკრანი აქვს კამერას და მოუხერხებელი არის. ამიტომ როდესაც ანუ გადაღება რჩება ხოლმე კომპიუტერში უყურებთ ხოლმე ამ ყველაფერს და აი იმდენად ცუდად მოხდებოდა ეს ბარბარიზმები, რომ აი მე თვითონ მეწყინა ჩემი თავის რომ მეთქი რატო. მოდი, მაყურებელი კარგად რომ მიხვდეს, ვანახოთ ახლა ეს ვიდეო. კი, ვანახოთ აუცილებლად. თან ძალიან საინტერესო რაღაცას ხსნიდი რა, რაც ალბათ ყველას აინტერესებდა და აი ზუსტად მაგის ამოჭრა მოგვიწია რა. აი, მოდი ვნახოთ და დავუბრუნდებით ისე. საუბრობდით ვიტეკის კულაჩოკზე და ზოგადად სისტემაზე. უმარტივესი სისტემაა. არსებობს პატარა კულაჩოკი, რომელიც მუშაობს დაბალ დიაპაზონში და დაბალ ბრუნებზე, აი დაახლოებით 4500-დან 5000 ბრუნამდე და შემდეგ უკვე არის პატარა შტიფტები, მაღალ ბრუნთან ერთად. აი აქ არსებობს პატარა სოლენოიდი, რომელიც ქმნის, D-სერიაზე ვარ მიჩვეული, ორვალიან სესაკ აქვს. ეს ქმნის ზეთის წნევას, ჭედავს ამ შტიფტს, ასე ვთქვათ, და მოქმედებაში მოდის დიდი დაკუნთული კულაჩოკი, რომელიც აღებს ძალიან მაღლა კლაპანს. კლაპნის დიდი გაღება ნიშნავს მეტ ჰაერს, შესაბამისად კომპიუტერი ანუ ისიუ აწვდის მეტ ბენზინს, მეტი ჰაერი, მეტი ბენზინი აფეთქება და წარმოიქმნება უფრო მეტი ცხენის ძალა. მარტივად რო ახსნათ. ხო და ზუსტად ამის გამო გადავწყვიტეთ ესეთი რაღაცა, რომ ყოველ გადაცემაში დაახლოებით 10 ბარბარიზმი თქვა და მათის ქართული შესატყვისებიც რომ ვიცოდეთ, მაგრამ ეხა პირობითად შეიძლება ესე მალე ეს ყველაფერი არ მოხდეს და არ ცველით რომ ეგრევე ქართულად ვილაპარაკებთ ყველა სრულყოფილად, მაგრამ ნელ-ნელა უნდა მივეჭიოთ ჩემი. ხელოსათა რომ მივიდეთ და მაგალითად ერთ უთხრათ მაგალითად ბუნიკი შეცვალინდა და შეიძლება რაღაც თავში გვესროლოს. რა არისო? ხო, ანუ ეგ ძალიან რთული არის კი, იმიტომ რომ ზოგადად დამკვიდრებული არის ეს სიტყვები და ძალიან რთულია რომ ესე მალევე ადგე და გადაერთო რაღაც. მაგრამ ჩვენსაც ვცდით, მაინც თუ გამოვიდა მაგას გამოვიდა. იმიტომ რომ სულ არის ხოლმე რომ რაღაცა წერე ქართულად, იყიდე ქართული, გაყიდე ქართული რაღაცა. ჩვენ რაღაც საავტომობილო გადაცემა ვართ, ჩვენც ასე ვთქვათ, ვისაუბროთ ავტომობილებზე ქართულად. კი ბატონო, მოდი დავიწყოთ მაშინ ეს რაღაცა. შენ იცი როგორ არის რასპრედვალი ქართულად? რასპრედვალი. არა. მანაწილებელი ლილუი. კაი. ხო, მოდი მივყვეთ რა, სტუპიცა არის მორგვი. მორგვი. პაჩებნიკი. პაჩებნიკი. საკისარი. საკისარი. საკისარი, კალენვალი. ეს მე მგონი ვიცით. ხო, ვიცით, ასე თუ ისე ვიცით. რულავოი კალონკა. საჭის მექანიზმი. საჭის სვეტი. საჭის სვეტი. კი ბატონო. მერე მოდის ნაკანეჩნიკი ვთქვით რომ არის ბუნიკი. ბუნიკი. კულაჩოკი. რაც შენ ძალიან მიყვარს, რაც კარგად ძალიან მიყვარს და რაზეც იყო საუბარი ვიდეოში. ეს არის მუშტა. აი ჩვენ რო ეხლა დარწმუნებული ვარ მუშტა გვეთქვა, იქ შენ რო გეთქვა, ვერავინ ვერ გაიგებდა. საერთოდ ვერ მიხვდებოდნენ რაზე იყო საუბარი და მთელი პრობლემაც ეგ იყო. ხო და ჩვენ შეგვიძლია რა ვქნეთ, ცი, რასაც გავიტყვით ქართულად ხოლმე.
აღწერაში ჩაუწეროთ რას ნიშნავს. მე მგონია კარგი იდეა არის და უფრო ასე ვთქვათ თვალსაჩინო იქნება ყველასთვის და მიეჩვევიან. პატკლნიკი, ეგრეთ წოდებული, შედარებით მარტივი არის, ეს არის ფრთის ქვედა საფარი. საფარი. კი. შარავოი. შარავოი. არ ვიცი. ბურთულას ახსარი. და აპორნი დისკი ეს ახლოს არის ძალიან. საყრდენი დისკო? ხო, სწორი. ეგ არის. კარგი. ძალიან ბევრი სიტყვა არის და ხო. ცოტა რთულიც არის დამახსოვრება ეხა ამ ეტაპზე ყველასთვის, ალბათ ჩემთვისაც რა და ნუ მაგიტო იყო რომ თვითონ იქ საუბრის დროსაც იყო ისე როგორც იყო ასე ვთქვათ რა. კი, არა რთულია, მაგრამ ნელ-ნელა უნდა მივეჩვიოთ ნამდვილად რა. გადავიდეთ და ვისაუბროთ ქართულად. კარგი. კიდე ერთ ძალიან საინტერესო თემა მოვამზადეთ მე და გიორგიმ, ეს არის მახინჯები. ავტომობილებზეა საუბარი, კი. ძალიან ბევრი ავტომობილი. გავაკეთეთ ათეული, ანუ ჩემი ათეული და გიორგის ათეული თუ რატო თulit რომ ეს ავტომობილები არის მახინჯი. მოდი თუ შენ დაიწყე. აუ მე მე-10 ადგილზე ისეთი ავტომობილი მყავს, რაც ახლა. ცოტა ისეთი სადგმელია. ვიღა გაგიცული. არ მინდა. არ გინდა? კარგი მოვიდე. მოდი შენ პაც მოგცემ ხა. მე-10 ადგილზე მყავს, რატომღაც BMW i3. BMW-ს მე მგონი მსგავსი ტიპის ავტომობილი არ ეკადრება. აი ცა რაღაცნაირად. ნუ კი მესმის რომ ეს ავტომობილი არის გამოშვებული იმისთვის რომ რაღაც ეკონომიური იყოს და ქალაქისთვის იყოს, მაგრამ შეეძლოთ ბევრად უფრო ლამაზი გაეკეთებინათ. მე-9 ადგილზე ყავს BMW Z13. ვერ მივხვდი საერთოდ რა მე მგონი კონცეპტ კარი არის. კონცეპტ კარი არის მე მგონი, მაგრამ თან იცი რა არის? კომპაქტის წინა ვიზუალი აქვს და არა კომპაქტი ყავდა და მოუწოს კი ანუ მართლა მახინჯია. ძალიან გავრცელებული ავტომობილია მე-8 ადგილზე. საკამაოდ ისეთი Mercedes A-Class. A-Class, აუ, საშინელი ავტომობილია. ყველა ეძახის Mercedes-ის შეცდომას კი. შენ ყავდა ეს ამ ავტომობილის შემდეგი ვერსია. რომელი? Insights რო გავდა. ეგ ვაფშე სხვა რაღაცა არის. ჩემი წერზე Insights ხაზი ცალკე იყო კაცო. მოკლედ Honda Insights-ის პირველი თაობა, რომლის არაფერი არ მომწონს და ვფიქრობ, რომ არის აი ძალიან საშინელი ავტომობილი. მაგრამ ერთი ნათელი წერტილი ხო ქონდა? კი, dashboard. მაჩვენებლები იყო ძალიან ლამაზ. გადავედით, რა თქმა უნდა, რუსულ ავტომობილებზე, იმიტომ რომ როგორც წარმოსადგენი იქნება. ვერ ისწავლეს ისე ავტომობილების წარმოება. ეს არის ლუაზი. 1302 არის, ასე ვთქვათ, მისი დასახელება და ძალიან რაღაც ცუდად გამოიყურება რა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ავტომობილი ამ ავტომობილს კარგი განმავლობა აქვს, ვიზუალურად ძალიან ისეთი არის რა. და საქმეს აკეთებს მარტო. საქმეს აკეთებს მარტო რა. სოფლებში გამოდგება რა, რაღაცების გადასაზიდად, გადმოსაზიდად. შემდეგი მოდის ისევ რუსული, ეს არის WAZ 2120, რომელსაც რუსული ესე ვთქვათ, ხალბატონის სახელი ქვია ნადეჟდა. ძალიან მახინჯი ავტომობილია, რა ვქნა. თუ ვინმეს მოგწოთ, გებოვნებაზე არ დაობე. ლადა 3-ერთიანი რუსებიდან, მოდი, იტალიელებზე გადავედით. აქ Fiat იქნება ალბათ, ხო, რა თქმა უნდა. Seat Marabella. აჰა, Seat-ით გახსენე. აი ძალიან რაღაცნაირი არის რა. აი უცნაური არაფერი არ აქვს პროპორციაში საერთოდ. და ანუ ეს ავტომობილი არის ჩემი აღმოჩენა რა, როცა ეს რუსულ ავტომობილებს ვეძებთ, ეს ავტომობილი აღმოვაჩინე და აი ვერ მივხვდი უბრალოდ რატო გააკეთეს ესეთი. ეს არის GAZ 3106 Volga. ხო. რომელიც არის SUV-ის ტიპი და აი ძალიან მახინჯი, მართლა მახინჯია. და პირველი არის ჩემი საყვარელი, რომლის გადაღებაც მინდა უკვე რამდენი ხანია და ვერ ვნახე საქართველოში რომ გადავიყო რა. ისევ იტალიელი ხო, რა თქმა უნდა. კი, ისევ იტალიელი არის და ეს არის Fiat Multipla. აი, Multiplaში რო უყურებ ადამიანს გონია რომ აკვარიუმში არის თევზი გამოკეტილი. აი რაღაცა ეგეთი. ყველაფერს ხო აი რაღაც თავისი ახსნა აქვს. აი, ამ ავტომობილების დიზაინერები რას ფიქრობდნენ, როდესაც ამას ყატავდნენ? აი, შეიძლება ეთქვას, რომ ძალიან დიდი ხანი კონცეპტი უფრო კაი იყო და რეალობაში თუ სხვა გამოვიდა. ძალიან დიდი ხანი ვიფიქრე და ვერ მივხვდი. მოკლედ ეს არის ჩემი მახინჯი ავტომობილების ათეული. მე ვფიქრობ, რომ კიდე ერთ 20 ავტომობილს დავამატებდი, მაგრამ ეხლა საუკეთესოები ამოვარჩიე. აბა შენთან რა ხდება? არ გადამიშლია და ჩემთან არის ესეთი რამ. მოდი მე პირველიდან მოვყვები რა. ეს არის
პონტიაკ აცტეკი. გეწოდინება ეს მანქანა. Breaking Bad-ის მთავარ პერსონაჟსაც ყავდა. ძალიან მახინჯი მანქანა, უბრალოდ თამხდებით. აი ფორმები არ აქვს, საერთოდ არაფრის. მეორე ადგილზე გავიყვანე სანიონგი. ზოგადად აი არც ერთი ავტომობილი არ მომწონს მათი. აი არ ვიცი ვიზუალი ვერ დასწრებს. ერთი არის როდიუსი გავიყვანე, რომელსაც რაღაცა უკანონო მიშენება აქვს თავზე. ვიცი. აი არც ერთი ხო არ ჯდება არაფერში, მაგრამ ეს განსაკუთრებით მახინჯია. მესამეზე გავიყვანე Tata Magic Iris-ი. აი Kinder-ში რო ამოგივა. აი ზუსტად ეგეთია. თუ რამეს ვაჭარბებდე. ანუ მე და შენ რო ჩავждეთ, ალბათ რეალურად არის გამოიყვანეს რაღაცა სამარშრუტო მოდელივით, მაგრამ ორი კაცი რო ჩავждდეს, ალბათ ცო, ანუ აღარ არის სივრცე რა, მეტი. რა თქმა უნდა, Chrysler PT Cruiser-ის გარშე არ შეიძლებოდა. ხო, შორს ხდება ხოლმე თბილისში. ბევრი დადის. ძალიან ბევრი დადის. თუ მეცინება ხოლმე რო დავინახავ. და ჩემი ფავორიტი არის კიდე ერთ-ერთი, რომელიც აქ არ შემხვედრია, ეს არის Suzuki X90. შენ მოგწონს ეს მანქანა? მე მომწონს, იმიტომ რომ ძალიან საყვარელია ბაყაყს. ბაყაყს, მაგრამ აი როგორ ეს რო ყოფილიყო ცოტა გაწელილი, უფრო რაღაც პროპორციებში ჩაჯდებოდა. იცი რა, სათამაშო როგორ არის? იაპონიაში ხოთ შორის აი მინდა გითხრათ, ვართ აი ეს პატარა ავტომობილები და იმდენად ასე ვთქვათ მჭიდროდ ცხოვრობე, რომ არ აქვთ იმის ფუფუნება, რომ ამერიკელები ვით რაღაც 5 მეტრიანი ავტომობილები. ხო, მაგრამ ესეთიც აი მაყურებელიც ხედავს ეხა და ესეთიც და სხვა შორის მე მომწონს. აი, Chevrolet SSR-ი. აი, ბულკი არის, მე პირდაპირ სიტყვის კიშმიშიანი ბულკი. კიშმიშიანი ფარებია, კიშმიშები და ბულკია რა. შემდეგი, ნუ, Toyota გავიყვანეთ. ეს არის Wheel V. აი, არ ვიცი, კატასტროფა არის. ხო? Toyota-ს გარ, აი მაგას არ ველოდი ნამდვილად. თან საკმაოდ საინტერესო ადამიანია, ბევრი ძალიან მაგარი ავტომობილი ყავს ჩვენ ციცნობ, მაგრამ ეს რატო ყავს არ ვიცი. კიდე ერთი ავტომობილი არის Mitsuoka Orochi. ოღონდ ეს ავტომობილი არის აი self-ებს რო იღებენ და ტუჩებს რო პროწავენ. აი პირველი შთაბეჭდილება არის ეგ. ისეთ სახელებს იაპონური იქნება. ხო, ზედმეტად გამოპრანჭული ესეთი ავტომობილია. შემდეგ გავიყვანეთ Corbin Sparrow, ფეხსაცმელი არის სულ. აი მართლა პირველად მესმის. ამ ფოტოს აი ფეხი რო ჩაადგა ორ წელს იული ჩვეულებრივი ფეხსაცმელი და აი ეს ავტომობილი კიდე აი არ ვიცი რას მივამსგავსო Aurora Safety Car ესე ქვია ძალიან უცნაური ვიზუალი აქვს აი გონია რომ პირანია არის და უნდა მოგაჭამოს რამე რა აი რო შეხედავ ერთ-ერთზე რო დარჩები შეგეშინდება თან Safety Car-ი დაარქვეს იმიტომ რომ უსაფრთხო უნდა იყოსო მაგრამ ეგეც ვერ არის მაგმაჩენეგარი შეხედე შეიძლება რა მოგაჭამოს რა დაგიდგეს წინ აი არ ვიცი ძალიან უცნაური მანქანაა რა მოკლედ თქვათ და ვაღიაროთ ის რომ ყველა ავტომობილი როდია ლამაზი ხო არა ნუ გემოვნებაზე რა თქმა უნდა არ დაოვენ მაგრამ ეს ასე აი პირველი ავტომობილის ასე ვთქვათ შერჩევას რო იწყებ ხოლმე აი ყველაზე დიდ ყურადღებას რას აქცევ რა თქმა უნდა ვიზუალი აი მე მაგალითად ეგრე ვარ როდესაც ავტომობილის შერჩევას ვიწყებ, ჩემთვის პირველი კრიტერიუმი არის ის, რომ ავტომობილი იყოს ვიზუალურად მიმზიდველი, ასე ვთქვათ, რომ შევხედავ, ну, სიამოვნებდეს ელემენტარული ის ფაქტი, რომ მივიდე, კარი გავაყო, ჩავჯდე და გადავადგილდე. შემდეგ უკვე ვიწყებთ ფიქრს იმაზე, რამდენ საწოლს მოიხმას, რამდენად მახასიათებლებს გამძლეა და ასე შემდეგ. ასე რომ, ჩემი აზრით, პირველი რაზეც ავტომწარმოებლებმა უნდა იმუშაონ ეს არის ვიზუალი და სხვათა შორის აი ისევ და ისევ ჩინელებზე მინდა თქვას უახსენებ ხოლმე ყველა გადაცემაში რომ მოიყვანეს ძალიან ცნობილი ბრენდის დიზაინერები Lamborghini-ის დაიხვეწნენ Greenfarm-ის იმას უკვე რა ქვია ცენტრს და ისე აკეთებენ რა მიესალმები მაგ ფაქტს და კარგია რომ ეს ხდება მარკეტინგულადაც მინდა გითხრა რომ ძალიან მაგრად მუშაობს ეს რა როდესაც ავტომობილი კარგად გამოიყურება შეიძლება ბევრმა არც კი გაამახვილოს მის ტექნიკურ მახასიათებლებზე ყურადღება. მაგრამ ჩვენ იმისთვის ვართ, რომ ჩვენ გავამახვილოთ და აუხსნათ. კაი. როგორც ვიცი, ძალიან საინტერესო სიუჟეტი გადაიღებ. კი, ნამდვილად. ჩვენი მეგობარი კომპანიის Top Speed-ის რა გვაქვს დღეს? დღეს ვისაუბრებთ კარტინგის აღჭურვილობაზე. მოკლედ, რა სჭირდებათ პატარა მრბოლელებს? ეს არ მხოლოდ პატარა მრბოლელებს სჭირდებათ, დიდებისთვისაც აუცილებელი არის და როდესაც ასე ვთქვათ, შეჯიბრზე გამოდიან პატარებიც და დიდებიც, ისეთი ნივთებია, რაც პირველ რიგში შენი უსაფრთხოებისთვის არის და იმისთვის, რომ კომფორტულად ჩაჯდე სპორტულ ავტომობილში ან კარტინგში
და მაქსიმალურად ისი ამოვნო ასე ვთქვათ. ეს შეიძლება შეჯიბრის დროსაც ინდივიდუალურად სავარჯიშოდ რო გაყვიდე ან რაღაცა. კი, საჭირო არის რა. მოკლედ ძალიან საინტერესო სიუჟეტი გამოვიდა, მინდა გითხრა. ბატონი მეუდმელაძეც უკეთესად ახსნის რაღაცეებს ტექნიკურად რა რისთვის არის და რა დანიშნულება აქვს და ნახოთ სიუჟეტი, იმედი მაქვს რომ მოგეწონებათ. კარგი. მოდი ვნახოთ გიორგი დანელიას მიერ მომზადებული სიუჟეტი კარტინგის ეკიპირებაზე. მოგესალმებით. დღეს ვიმყოფებით Top Speed-ის შოურუმში და ვისაუბრებთ ძალიან საინტერესო რაღაცებზე. იმედი მაქვს, რომ მეორე სართულზე ხართ ნამყოფები და ნახეთ აქ რა პროდუქციაც არის წარმოდგენილი. თუ არ ხართ, გირჩევთ, რომ როდესაც Top Speed-ს ესტუმრებით, აუცილებლად ამოხვიდეთ ხოლმე მეორე სართულზე. ეხლა რაც შეეხება დღევანდელ ჩვენს თემას. დღეს ვისაუბრებთ კარტინგის აღჭურვილობაზე. მოდი განვიხილოთ რეები არის. მივყვეთ ეტაპობრივად. პირველი, ეს არის ხელთათმანები. ეს არის უსაყვარლესი კომბინიზონი. დამეთანხმებით, რომ ძალიან კარგ ფერებში არის და ლამაზია. ეს არის ძალიან აუცილებელი ნივთი, ეს არის კისრის დამცავი. ეს არის ეგრეთ წოდებული ნეკნის დამცავი, რომელიც ასევე აუცილებელია, თუ ვაპირებთ კარტინგით სიახლეს. სპორტული ფეხსაცმელი, რომელსაც აქვს ძალიან თხელი ძირი და მოკლედ ეს თხელი ძირი რას გვაძლევს ზოგადად. როდესაც აქსელერაციის ან მუხრუჭის პედალს ვეხებით, მეტი მგრძნობელობა გვაქვს და უფრო ზომიერად კონტაქტობთ, ასე ვთქვათ, აქსელერაციის პედალთან ან მუხრუჭის პედალთან. აქ გვაქვს წარმოდგენილი ჩაფხუტები და ასევე გვაქვს ბალაკლავები. ეხლა კი გადავინაცვლებთ ლილო არენაზე, სადაც მიმდინარეობს საქართველოს კარტინგის ჩემპიონატი და უფრო ვრცლად ამ ეკიპირებაზე ისაუბრებს ბატონი მეულოდმელაძე. მრბოლელებს სჭირდება სპეციალური ეკიპირება. ახლა თქვენ ხედავთ მრბოლელებს სპეციალური ეკიპირებით, ანუ ფორმა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, ის სხვადასხვა ფერია, შეუძლიათ, რა თქმა უნდა, მათ თვითონ აირჩიონ ფერი, ასევე ჩაფხუტები, სხვადასხვა ფერია და თანამედროვე ავტოსპორტი უკვე კაფერად და ძველი ავტოსპორტისგან განსხვავებით. სპეციალურ დამცავი კისრის ავტოსპორტია, რა თქმა უნდა, დაზღვეული არავინ არაფრისგან არ არის. შეჯახება ეს აბსოლუტურად ჩვეულებრივი ნაწილია, მიუხედავად იმისა, რომ რბოლის წესებით გამიჯნულია, შეჯახება არ უნდა ხდებოდეს, მაგრამ რა თქმა უნდა, როცა ყველა შედეგზე იბრძვის, შეჯახებაც ხდება. ამიტომ მაქსიმალურად უნდა იყოს დასული მრბოლელი. ეკიპირება ჯამში სპეციალურია, აბსოლუტურად ყველა ნაწილი. ის გატესტილია სპეციალურ დარტყმებზე, რამაც უნდა გაუძლოს, იმიტომ რომ გამორიცხული არ შეჯახება, არც გადაბრუნება და არც ასე შემდეგ. ხელებზე უნდა იყოს სპეციალური ხელთათმანი, რომელიც, კარტინგის შემთხვევაში სხვა ავტოსპორტისგან განსხვავებით, კარტინგი ღიაა და ასე ვთქვათ, გარემოსთან უფრო ახლოს ხარ. შესაბამისად ძალიან მარტივია, რომ აღმოჩნდე გზის საფარზე ეს ხელთათმანები უზრუნველყოფს იმას, რომ ხელი მარტივად არ გაიხეხოს, ასევე უზრუნველყოფს ამას უშუალოდ კომბინეზონიც, ანუ ისეთი მასალეს არის, რომ არ უნდა გაიხეხოს, რაღაც გარკვეული დოზის ხეხვას უნდა გაუძლოს. ჩაფხუტის შიგნით სპეციალური ესეთი ბალაკლავა, შეუძლია ალების გარკვეული პროცენტი თავის-თავზე აიღოს და მეორე, რა თქმა უნდა, კომფორტულია მრბოლელისთვის, იმიტომ რომ ოფლი პირველი აი ამ მოწყობილობის შესასრუტია, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ სახეზე მრბოლელის ოფლი ნიშნავს, რომ მან შეიძლება კონცენტრაცია და მართვა დაკარგოს. ფეხსაცმელებიც ასევე აი ხედავთ, რომ ის სპეციალურია, მას აქვს უნარი, რომ ისევე როგორც ინდუსტრიულ ფეხსაცმელს, ანუ შეითავსოს ხეხვა, როდესაც ის გზის საფართან შეხებაში მოხდება და შესაბამისად მრბოლელი მაქსიმალურად დაცულია. ერთი რაღაც გაჩვენოთ კიდევ, ძალიან მნიშვნელოვანია კარტინგის შემთხვევაში, აი ესეთი სპეციალური დამცავი, რომელიც იცავს ნეკნებს
და კარტინგის შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს, იმიტომ რომ როგორც გითხარით, ერთი რომ ღიად არის, მეორე გვერდული შეჯახება შეიძლება ძალიან მარტივად მოხდეს და მესამე შეჯახება საერთოდაც რომ არ მოხდეს, როცა კარტინგით უკვე მაღალ შიგარით დადიხარ, გვერდზე გინდა არ გინდა გიწევს სავარძელთან მიბჯენა ერთი და მეორე მხარესაც იმისთვის რომ მართვაში ზუსტი იყოს და წონასწორობა შეინარჩუნა, იმიტომ რომ წონასწორობა მაგალითად გეტყვით თუ მოტოციკლეტივით მოსახვევში რომელიმე მხარეს გადავიხრებით, ეს იმას ნიშნავს რომ პირიქით უკვე ეფექტი მივიღეთ, აბსოლუტურად ესეთი გაყინული პოზიცია უნდა ვიждეთ საჭესთან და ისე უნდა მართავდეთ, იმიტომ რომ წონის სრული ბალანსი შევინარჩუნოთ, რაც რა თქმა უნდა რთულია და ეს მოწყობილობა გვეხმარება იმისთვის, რომ რომელიმე მხარეს ესე მიბჯენილი ვიყოთ და თან ჩვენ ნეკნები დავიცვათ. არის დაანონსებული გიო, რომ სავალდებულო მესამე პირის დაზღვევა ამ წელს ალბათ უნდა შემოვიდეს ჩვენთან. დაზღვევა უნდა გახდეს სავალდებულო მესამე პირზე. ანუ მესამე პირი რას ნიშნავს? მაყურებელს რო აუხსნათ, თუ თქვენ დააზიანებთ ვინმეს ავტომობილს, სადაზღვევო კომპანია შეუკეთებს მას. ანუ თქვენ არანაირი ხარჯის გაწევა არ მოგიწევთ. თქვენ ავტომობილს არ შეგეკეთებთ. მესამე პირზე არის საუბარი. რა პლუსები აქვს ამ ყველაფერს? ამ ყველაფერს ის პლუსები აქვს, რომ ძალიან ხშირია ხოლმე, როდესაც ანუ ძალიან ბევრ ჯგუფში ვართ გაწევრიანებული, რაც ასე ვთქვათ, საავტომობილო თემატიკას ეხება და ყოველთვის ვათვალიერებ ხოლმე რა ხდება ჩვენთან გზებზე, რა სიტუაცია არის კონკრეტულად რაღაცა დაზღვევის კუთხით და ასე შემდეგ. კარგი იმიტომ არის, რომ ძალიან ხშირად მოხდება პოსტი, რომ აი გამისვეს და არ ჩანს არც რომელი დატოვა, არც არაფერი. მე შემხედრია პოსტი, რომ ავტობუსს გაუსვი. ხო, ეგ არის კატასტროფა. აი ავტობუსს სამარშრუტო ტაქსს რო გაუსვა, აი მინიმუმ 20,000 ლარიანი ჩეკი ეგრევე მოგდის. რო გადასახდელია. ამ შემთხვევაში ძალიან კარგია, მივესალმებით, აუცილებელი უნდა იყოს, ასევე ვფიქრობთ, მაგრამ მესამე პირი, ანუ რახან იქნება სავალდებულო, ძვირი არ იქნება. დაახლოებით როგორც იყო დათვლილი, მე მგონი 15 ლარი უნდა მოუწიოს. მაგრამ აქვთ რამდენიმე კომპანიასაც, ბანკებსაც აქვთ და სადაზღვევებსაც ეს მესამე პირი. ვფიქრობთ, რომ აუცილებელი უნდა იყოს, რომ ესეთი შემთხვევებისგან დაზღვეულები ვიყოთ. ჩემი ავტომობილი მაგალითად არის საკმაოდ ზედი იშვიათი, არის ძველი და მყავს მესამე პირზე დაზღვეული. იმიტომ რომ ანუ ყველაფერი ხდება რა, აი შეიძლება რაღაცა მოხდეს. მე მახსოვს შენ რომ დაგისვეს და მიიმალა. კი. იმას რო ყოლოდა დაზღვეული. იმას რო ყოლოდა დაზღვეული აუცილებლად დარეკავდა და ალბათ ნორმალურად ჩამთავრდებოდა ეგ ამბავი და ეხა არ მომიწევდა რაღაცა ნაწილის ძებნა სადღაც რაღაც უცხოურ საიტებზე. ანუ კარგია მივესალმები და ვფიქრობ რომ უნდა იყოს სავალდებულო და ყველა უნდა დავაზღვიოთ. ძალიან ბევრ პრობლემებს აგვარიდებს ეს ყველაფერი. ისეც დაზღვეული ისეც უნდა კონდეს ჩემი აზრით რა. კარგი, ძალიან საინტერესო ინტერვიუ მოვამზადეთ ამ თემასთან დაკავშირებით. მოდი ეს ვნახოთ და დაგიმურდებით ისევ სტუდიაში. მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის შემოღებას ალტერნატივა არ გააჩნია. რა არის იცით, ჩვენ ხშირად ვართ შემსწრენი შემთხვევის, როდესაც დაუზღვეველ ახალ გამოყვანილ ავტომობილს თქვათ, ამ თუნდაც დაზღვეულ, ცენტრში დაზღვეულ ახალ ავტომობილს შემთხვევით ძველი დაუზღვეველი ავტომობილი გაუსვამს და რაღაცას დაუზიანებს. ჩავთვალოთ, რომ ის კაცი არის დაღუპული. ფიგურალურად ვამბობ ამას, რომ ფინანსურად ის უკვე დაღუპულია, თურმის ანგარიშზე რამეა დაუყადაღდება, იმიტომ რომ ცენტრი შეაფასებს მას ხელშეკრულების პირობაში უდევს, რომ რაღაც გარკვეული საგარანტიო პერიოდში შეფასება მასთან უნდა მოხდეს, ხოლო ახალი ავტომობილის სადაზღვევო თანხა, ხო, აღდგენის თანხა ისეთი ფასებია ცენტრში და როცა სხვათა შორის ეს გამორიცხავს კერძოდ სადღაც მიყვანას ამ ახალი ავტომობილის, რომელიც შედარებით ფიზიკური პირის მიერ გაკეთებული ავტომობილის შედარებით ნაკლები ჯდება, ეს გამორიცხავს ამ შემთხვევაში და მოკლედ ეს კაცი ფინანსურად დაიქცევა, ვინც დააზიანა შემთხვევით ეს ავტომობილი. ასეთი შემთხვევებისთვის არის სოფლიო ამაზე უკეთესი ვერაფერი ვერ მოიფიქრა მესამე პირის სავალდებულო დაზღვევა. ანუ მასეთ შემთხვევაში აი ეს ძველი ავტომობილის მფლობელი, რომლის მიზეზითაც იყო ეს მცირე ან საშუალო, ასე ვთქვათ, მასშტაბის საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა, ავარია, მოდი ასე ვთქვათ, ხო?
მის ავტომობილს კი არავინ გააკეთებს, მაგრამ სამაგიეროდ ეს კაცი თავისუფალი იქნება იმ ფინანსური პასუხისმგებლობისაგან, რომელიც ზარალიც უნდა უნაზღაულდეს აი ახალი ავტომობილის მფლობელს მათ შორის. ეს შეეხება თუნდაც ამ ბოლო დროს ჩვენი თანამოქალაქეები ხშირად ჩევიან, რომ გაუშვეს ახალ ავტობუსს და ნუ აი დაიღუპნენ და ასე შემდეგ. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ ეს დარჩება წარსულში ეს პრობლემა, როგორც კი ამოქმედება მესამე პირის სავალდებულო დაზღვევა და სხვათა შორის მე როგორც ასე ვთქვათ, კონტაქტი მაქვს იმ გუნდთან, რომელიც ამ კანონპროექტს ამზადებს და მე როგორც ვიცი, ძალიან მალე უნდა დაიწყოს ამისი განხილვა, ყოველ შემთხვევაში მე ამის იმედს ვიტოვებ. როგორც იქითი მოქალაქე მეც ველოდები ამ კანონის ამოღებას, მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედებას, შეიძლება ითქვას, რომ არ იკბინება ყოველწლიური გადასახადი, რომელიც რაღაც მაქსიმუმ 150-დან 250 ლარამდე, ანუ დღეში 1 ლარიც კი არ გამოდის სადაზღვეო თანხა. ამიტომ კიდევ ერთხელ თქვენი სიმპათიური გადაცემის ვთქვათ მეშვეობით დავაფიქსირებ ჩემს გულშემატკივრობას ამ სიახლის მიმართ. არა მხოლოდ ავტომობილს ეხება, შეიძლება შემთხვევაში ყოფილა, რომ ამ ადამიანს დაუზიანებია მუნიციპალური ნაგებობა, რაღაც ინფრასტრუქტურული, რაღაც მცირე არქიტექტურული ფორმა, თუნდაც ბორდიურები და ასე შემდეგ. იგივე ვთქვათ ნარგავები და ასე შემდეგ. ეს არა მხოლოდ ავტომობილის დაზღვევას ეხება, არამედ ნებისმიერი ქონების მესამე პირის ნებისმიერ სხვის ქონების დაზიანებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურებაზე საუბარი. დღეს ჩვენი სტუმარია ლიცენზირებული ავტომობილელი, სულ რაღაც 18 წლის გიორგი ხმალაძე. გამარჯობა, მოგესალმები, მადლობა სტუმრობისთვის. მოგეთ მადლობა მოწვევისთვის. მოკლედ, რა ხდება შენ თავს მოდი მოგვიყევი, როგორც ვიცი რაღაც სიახლეები გაქვს ასპარეზობაში და ასე შემდეგ. კი. ჩემი პირველი სეზონი იქნება დიდ ავტოდრომზე კარტინგს გარეთ. ასე ვთქვათ და დებიუტი, ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ვარ პელეტონში, ასე ვიტყვი და ნახოთ რა იქნება. სანამ აქამდე მოხვიდოდე, აი როგორ დაიწყე, რა გზა გამოიარე? რა თქმა უნდა, როგორც ყველამ კარტინგი და დავიწყე 12 წლის ასაკში. თავიდან სანამ დავიწყებდი მანქანები სულ მიყვარდა, ოღონდ მარტო სიყვარულის დონეზე არა, მაინტერესებდა და ესე ჩემი ინტერესით ყველაფრით ნახულობდი, ვეძებდი რაღაცებს, აი რა ნაწილი რა შვებოდა, ეს ასე შემდეგ. ტექნიკურად რა როგორ მუშაობდა? და იყო ესეთი მომენტი, როდესაც მინდოდა რომ მანქანა გაიტანებინა მშობლებს ჩემთვის, მაგრამ უარს მეუბნებოდნენ, იმიტომ რომ მიფრთხილდებოდნენ რა თქმა უნდა და არც ეხლა არ ვეთანხმები მე მაგას რომ 12 წლის ბავშვს მანქანა გაატანო, მაგრამ მაშინ ვერ ხვდებოდი, იმიტომ რომ ჩემ ხელებს ატანდნენ ნორმალური მეგონა და ბრაზდებოდი და მეთქი ეგრე ხო და დავიწყე ავტოსპორტში. მაგაში ვეღარ მეტყოდნენ. კარგად გადაგიწყვეტი, გამოსავალი იპოვა. როგორც ვიცი, ახლა ავტოსპორტი ძალიან დიდ ფინანსებს და ხარჯებს მოითხოვს. ამ მიმართულებით სპონსორი ყავს თუ შენი ბიუჯეტით აკეთებ ყველაფერს? მანამდე სპონსორი არ მყოლია არასდროს და ახლა დაულაინ ავტოიმპორტმა, ასე ვთქვათ, ჩემი ასპარეზობა GTCC-ში, Georgian Touring Car Championship-ში ასე ვთქვათ, რეალურად აქცია. კარგი, მოდი შეჯიბრზეც ვისაუბროთ. კონკურენცია როგორია? ვინ იქნებიან შენი კონკურენტები და რამდენი ასპარეზობ? სიმართლე გითხრათ, კონკურენტები ჯერ ზუსტად ესე ყველა არ ვიცი ვინები არიან, მაგრამ როგორც ფედერაციისგან გავიგე, მინიმუმ 25 მანქანა იქნება გრიდზე. ანუ ერთად მიღოლებენ 25. ძალიან სანახაობრივი იქნება. ეს კონტაქტური არის, ხო, როგორ? კონტაქტური იქნება და აი კომპაქტ კაფი რო იყო თუ გახსოვს, აი ჩემი საყვარელი სერია იყო საბოლოო. საკმაოდ ესეთი ვიდეოდი ხოლმე საყურებლად. ის ძალიან ბევრი შეჯახებები იყო ხოლმე. გამოცდილება ამ ხრივ თუ გქონია რამე და თუ ვარჯიშო. ეხლა კარტინგით დაიწყე რაღაცა გადაჯექი უკვე ავტომობილზე. გამოცდილებასაც შეეხება დიდ ავტოდრომზე შეჯიბრი არ მაქვს მე ჩატარებული ჯერ, მაგრამ ფორმულა ალფათი მივარჯიშია, 1-3-4 ვარჯიში ვიარე რუსთავის ავტოდრომზე და ასე ვთქვათ, ტრეკთან მეგობრო. გაეცანი ასე ვთქვათ უკვე. რას უნდა ველოდო, რა არის და ასე შემდეგ. ავტომობილები, რა ავტომობილები იქნება და აი მოცულობა ძრავის, როგორ, რანაირად ავტომობილი იქნება E90 BMW და E92. ძრავი იქნება E52 B30, 3.0 6 ცილინდრიანი. ატმოსფერული. კი, ატმოსფერული ძრავი. საკმაოდ ისეთი ჩქარი და ისეთი ავტომობილი. ჩქარი ავტომობილია ძალიან სანახაობრივი, ბოლოს როდის გაქვს პირველი და რამდენი ეტაპი არის, სულ ეგეც რო გითხრა. პირველი ეტაპი არის 27 ივლისს და სულ არის 4 ეტაპი, თითო
დღეს არის ორი რბოლა, ჩვეულებრივი და რივერსი კვალიფიკაციაზე. ჩვენ როგორც ვიცით, შენ პოდიუმზე ხარ, ხო, კარტინგის? კი, ბევრჯერ. ხო. მეხუთე ეტაპზე საერთოდ ვარჯიშზე პირველზე ვიყავი, კვალიფიკაციაზე ორივე რბოლაზე და პირველი გრანდ სლემი იყო ჩემპიონატზე საერთოდ. ვაუ. საზღვარგარეთ თუ დადიხარ ხოლმე, ესეც საინტერესოა. საზღვარგარეთ ვარ ორჯერ ნამყოფი, დუბაიში ვიყავი, როდესაც უბრალოდ შედეგის დასტება და რა. ვიყავი, ასე ვთქვათ, გამოცდილების მისაღებად და იყო ძალიან დიდი კონკურენცია, 35 კარტი ვიყავით და ნუ არ ვიცი, აი სოფლიოს დონის პილოტები დადიოდნენ. მან შედეგი ვერ დავდე, მაგრამ ნუ გამოცდილება მივიღე, ჩამოითვალა, ეგრე პირველი შეჯიბრი მოვიგე აქ. ვაუ. და გერმანიაში ვიყავი, ეხლა ხანს კარტინგზე, ისე ბერლინ კაპის პირველ ეტაპზე და მე-6 ადგილზე გავედი 60 ადამიანი და ეგეც იმიტომ რომ ტრეკზე ვარჯიშის უფლება არ მოფცეს წინა დღეს. კვალიფიკაციაზე შემიშვეს ეგრევე ჩავდივართ, იმიტომ რომ ეგრე მქონდა კარტინგი. ეგ ძალიან ცუდი ძალიან რთული ამბავია. არის, საერთოდ უცხოეთში ძალიან ერჩიან ქართულ ავტომობილებს ესეც უნდა არა, არის. მომზადების ტრეკს ვამზადებთო და წინა დღეს ვერ ვარჯიშებთო და ეგრე მქონდა იმიტომ ძლიერები ვართ და კი. აი დათას მაგალითი რომ ავიღოთ. იგი საბურავები მეორადი რომ დაუხმეს ნახმარი, აი როგორ შეიძლება შეგეშალოს ადამიანს ამდენი ხანია ამ სპორტში ხარ და მეორადი საბურავით ტექნიკურმა გუნდმა როგორ უნდა დაგიხელოს. მაგრამ მაინც ჩვენი ბიჭები ახერხებენ ბოლომდე იბრძვიან და შედეგები ინტერესით როგორც ვიცი წამოიწია უკვე, ხო? კი. საკმაოდ ისეთ დაინტერესებაც აქვს, ანუ ადრე თუ არ იყო სიტყვაზე ესეთ ინტერესი ავტოსპორტის მიმართ, დღეს უკვე სხვა ეტაპზე გადავიდა. შენი ასაკის თუ ვინმე არის? კიდე სხვა. ჩემი ასაკის არის ორი ჩემი კატეგორია, ლადო ბუხიანიძე და სანდრო ქაჯაია. ერთი სანდრო ქაჯაია არის და თაკაჯაია სვაჟი. ვაჟი, კი ბატონო. ძალიან საინტერესო შეჯიბრი იქნება. ძალიან სანახაობრივი იქნება. ჩვენს დავესწრებით აუცილებლად, გიგულშევატკივრებთ. სანდი მადლობა. კარგი, აი ფინანსებზეც რო ვისაუბროთ, დაახლოებით რა გიჯდება ერთი შეჯიბრის სიარული? ცვეთადი ნაწილებსაც შეეხება, ნუ ეგ ძალიან ინდივიდუალური საკითხია, თუმცა მთელი სეზონი დაახლოებით 3000-დან 5000 დოლარამდე ჯდება მარტო ცვეთადი ნაწილები. ეს არის 4 შეჯიბრზე, ხო, საუბარი? სეზონი. 5000 დოლარი დაახლოებით. სხვა სპონსორი ჯერ არ ყავს. ხო. ნუ ხარ ძიების მოლოდინში ალბათ. ჩვენც გიგულშევატკივრეთ ამ ამბავში, თუ რა შეუძლებს სიამოვნებით დაგეხმარებით. ძალიან დიდი მადლობა და პრიზიორი რო გავხდი კარტინგის ფედერაციამ ძალიან კარგ ფაში გამიკეთა ეს ჩემპიონატი, ასე ვთქვათ და ნუ ძალიან, ასე ვთქვათ, მადლობელი ვარ მაგ ყველაფრის და საერთოდ არ ველოდებოდი რომ 20-25 წელს 12 წელსაც დავიწყე, 18 წელს გავხდი და არ ველოდებოდი რომ დიდ ტრეკზე, ასე ვთქვათ, შეჯიბრებს ვივლიდი. არ ველოდებოდი მართლა. ძალიან მაგარი ამბავია. ძალიან მაგარი ამბავია. მე ვფიქრობ, რომ ჩვენს ქვეყანაში უკვე ავტოსპორტი ნელ-ნელა მიიწევს წინ, ვითარდება და აი დილოზეც რო ვიყავი და რო უყურებდი ამდენი პატარა ბავშვი, ასე ვთქვათ, რომ აი რო ემზადებიან ერთმანეთში საუბრობენ, ერთმანეთს რაღაცას უხსნიან, ასწავლიან, ძალიან მაგარია და კარგია რომ აქით მივდივართ, რა აი ამ სწორი კუთხით მივყვებით ამ ყველაფერს რა, იმიტომ რომ გიოსტოლი ბევრი პატარა ბიჭი დღეს ქუჩაში რაღაც ძალიან ცუდ რაღაცებს აკეთებს ხოლმე და ანუ მე მოხარული ვარ ყოველთვის და მივესალმები იმ ფაქტს რომ ვისაც ასე ვთქვათ ავტომობილი უყვარს და უნდა რომ ავტოსპორტში მოვიდეს მშობლებთანაც პირდაპირ უნდა მიიყვანონ კარტინგზე და უნდა დაიწყონ კარტინგი. და დღეს სხვათა შორის აქვე დავამატებ, გვაქვს ესეთი პროექტი გახტიმ ბოლელი ქვია და ნუ ძალიან დაბალი ფასია, მიდიხარ, დადიხარ და თუ მოხვდი ასე ვთქვათ ტოპ 8-ში 100% გიფინანსებს ფედერაცია კარტინგის ჩემპიონატს. და შემდეგ ამ კარტინგის ჩემპიონატში კარგად თუ იასპარეზე, ნუ ჩემ შემთხვევაში მე მაგალითად დიდ ტრეკზე გადავედი. და ეგეთი რაღაც გამოვიდა. ნელ-ნელა ვითარდები და მიიწევს ძალიან მაგარი. ამის გარდა ჯერჯერობით საქართველოში ჩემი აზრით გასახანი, ნუ წრიულ ბოლას არ აქვს და არც 2 წლის წინ ქონდა, ასე ვთქვათ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ წრიული რბოლა ალბათ არის ყველაზე ისე ვთქვათ სანახაობრივი რბოლები და არა იმიტომ ძალიან ბევრი კონტაქტური ყველა სანახაობრივი. კი. ყველა სანახაობრივი. ძალიან მომეინათრა წრიული რბოლის ყურება. აი კომპაქტები და სივიკები რო დადიოდნენ ერთად ის იყო აი რაღაც საოცარი სანახაობა და მე მახსოვს ერთხელ ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე ჩატარდა და იმდენი ადამიანი იყო მოსული, იმდენი ადამიანი. ჩვენ ძველ დროს იხსენებენ ხოლმე, ხო? სხვათა შორის გიგაბიძინაშვილმა მოიგო ეგ შეჯიბრი სივიკით. აი მაკედან მახსოვს და აი ძალიან ბევრი ადამიანი იყო და აი ძალიან დაძაბული რბოლა იყო. მე შეგიძლია კადრები ჩასვა რამ
დენად თქვა კიდე ერთი ემოციური. კითხვა, რაც აი შემშობლებს მაგალითად შიშის მომენტი თუ აქვს. აი როცა გამოდიხარ შეჯიბრზე და აი რას გეუბნებიან ხოლმე. არ გეწინააღმდეგებოდე თავიდან. კი, ცოტა შორის ძალიან და მე მიწევდა ხოლმე, ასე ვთქვათ, გაპარვა. სავარჯიშოდ ხშირად, მაგრამ ნუ დღეს რავი, ალბათ უკან დასახევი აღარ არის, ასე ვთქვათ, იმდენი დრო ჩავდი, იმდენი ყველაფერი, რავი, საერთოდ ძალიან ბევრი შრომობა მისთვის და ნუ ალბათ უბრალოდ ანუ ეშინიათ თუ არ ეშინიათ მე მაინც გამოვიხედავთ ამის, ამიტომ რა ვიცი. რო ვიმარჯვე ბუხარიეთ. აჰა, ძალიან კარგი. წარმატებებს გისურვებ, გისურვებ ბევრ სპონსორს და შენი უცნების მანქანასაც, ასევე ესეც დაალბატოთ. წარმატებები კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. დღეისათვის კი სულ ეს იყო. მომავალ შეხვედრამდე.